მომავალი წლიდან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტული სააგენტოებისთვის აკრედიტაციის მოდელის შემოღებაზე იწყებს მუშაობას. ახალმა რეგულაციებმა მომხმარებლის მომსახურების ხარისხი უნდა გააუმჯობესოს. როგორც პრაქტიკა მაჩვენა სააგენტოების ნაწილს კვალიფიციური კადრების პრობლემა აქვთ. როგორ იქნება საკვალიფიკაციო მოთხოვნები ჯერ უცნობია, თუმცა პირველადი მონახაზით ყურადღება კომპანიის გამოცდილებაზე, კადრების ენების ცოდნაზე, ოფისის ქონასა და დეპოზიტზე არსებულ თანხაზე გაკეთდება. როგორ იქნება დაცული ესა თუ ის კომპანია ტურიზმის დეპარტამენტის მხრიდან მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღებისაგან დეპარტამენტში ჯერჯერობით არც საამისო გეგმაა ცნობილი, თუმცა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ცნობით პროცესში მაქსიმალურად იქნება ჩართული დეპარტამენტთან არსებული 16 კაციანი ტურიზმის საკონსულტაციო საბჭო. როგორ აფასებენ სამომავლო გეგმებს თავად ტურისტული კომპანიები და როგორია მათი მოლოდინი. მოსაზრებებს დღის მთავარ გამოშვებაში შემოგთავაზებთ. პროექტის დაწყებას. ეს არის ვიდან ჩვენ ვიწყებთ ამაზე. ტურიზმის დეპარტამენტი 2015 წლის განმავლობაში საბჭოს დახმარებით კერძო სექტორთან ერთად აპირებს არსებული საკითხის განხილვას. ეს გულისხმობს დადებითი და უარყოფითი მხარეების შესწავლას, ლიცენზირების საკითხების და ჩვენი ბაზრის ანალიზის შედეგად შეიძლება მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ იყოს საჭირო არსებული რეგულაციის შემოღება. თუმცა მეორე მხრივ შეიძლება ჯერ ბაზარი არ იყოს მზად ამისთვის და რეგულაციების შემოღებაზე ფიქრი ნაადრევიც იყოს. მთავარი პრობლემა არის მომსახურების სერვისის პრობლემა არსებულ სფეროში და ამ მსგავსმა რეგულაციებმა უნდა განანაპირობოს მომსახურების სფეროს გაუმჯობესება.